წარმოუდგენელი რაღაცა გვაჭუხა ემპარმა. 10 წლის უკან ეს ალბათ იყო ოცნება. და მე ვხედავ, რომ ეს ყველაფერი სიყვარულით არის გაკეთებული. და ეს არის თქვენი მამოძრავებელი ძალა. აბა დავაყაროთ ახლა მარილი და თან. მარილი. ეს წესილი. არა. მარილი მithot. გავაკეთე და გაკეთებული ახლა მას გადავხედავ. ეს ჩემი ცხოვრების გამარჯვებაა. რო უკვე გასინჯვაც არ უნდა ამ კერძს იმდენად სასწაულია მე მჯერა. ღვინო და ყველი როგორც ამბობენ სიძე დედოფალი არისო მაგრამ ღვინო ნამდვილად სიძე იქნება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თქვენს მიერ შექმნილ კოოპერატივ საზანოში. მე როგორც ჩამოვედი და აქ თვალი გადავავლე, რამხელა შრომაა ჩადებული და მე მჯერა რომ კიდევ რამხელა პროექტს აპირებდა. როგორ აღმოაჩინეთ ემპარტი? რაც შეეხება ემპარტის აღმოჩენას და აი საგრანტო კონკურსს, ეს არის ორგანიზაცია, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია People in Need-ის დამსახურება. ამ ორგანიზაციიდან გავიგეთ ზუსტად აი ემპარტის პროგრამის შესახებ და მივიღეთ მონაწილეობა. და გაგვიმართლა და გაგვიმარჯვეთ. ესე იგი ბატონმა გივიმ უნდა მოგვიმზადოს თავისი საგვარეულო კერძი, რომელიც შემდეგ ალბათ დიდი პროექტების განხორციელებას რომ აპირებთ, თქვენი საფირმო კერძიც იქნება ჩემთვის როგორც ცნობილი და გითხარით რა არის. ნუ ეს საგვარეულო კერძად ვერ ჩავთვლით. ამას მე საერთოდ ნადირობის მოყვარული ადამიანი ვარ და სოკოც ძალიან ახლოს არის ჩემთან, სოკოს მოძებნა და ნადირობა ჩემთვის ძალიან დიდი ხობია. და ეს არის ალბათ ის რაც ბუნებასთან გაახლოვებს და ერთიანს ხდით და ძალას გაძლევთ და გამძლეობას გაძლევთ და რაც გაკეთებინებთ აი ესეთ წარმატებულ პროექტებს და ესეთ წარმატებულ ადამიანი ბუნების შვილია და ბუნების გარეშე არ შეიძლება იყოს ამ და ჩვენც აი ეს აქცენტი გვაქვს ჩვენ კოოპერატივს აღებული ბიომეურნეობაზე წელს დავიწყეთ და აღარ ხმარობთ იმ სისტემურ პრეპარატებს ისეთ პრეპარატებს რომელიც ბიომეურნეობისთვის არ გამოიყენება ხმარობთ კონტაქტურ პრეპარატებს და ვცდილობთ რომ თანდათან გადავიდეთ ბიომეურნეობას გავაკეთეთ სანერგე სადაც არა მარტო იმერული ქართული წარმოშობის ქართული ეროვნული ჯიშების 130-მდე სახეობა გვაქვს დამკვნილი 136 კონკრეტულად საიდანაც გაკეთება საკოლექციო ნაკვეთი და სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილ ჯიშებს გავაშენებთ მასიურად და ღვინის სახით ვაწარმოებთ დანარჩენ ჯიშებზე გაგრძელდება დაკვირება და ექსპერიმენტულ ღვინის სახეობებსაც ჩამოვასხამთ ამ ჯიშებიდან რომელსაც ექნება განსაკუთრებული ნიშან-თვისებები შემდეგ ვეცდებით რომ ისიც დავნერგოთ მასიურ წარმოებაში რა ხდება ჩვენს მწვერთან ხდება მე მგონი იწვის და ეს შამფურებით იმასთან დავალაგოთ აქ ჩემი კოოპერატივის წევრი გამოცდილი კაცი ამ წვადის შეწვაში და აქ მუშაობის დროსაც და ისედაც ყოველთვის მას ვთხოვთ ხოლმე წვადის შეწვას და დაგვეხმარება მე მგონი უკეთესი რა იქნება ბატონო დალაგებაში გამარჯობათ რაგვეცხალი მე მგონი გახურებულია კი არა ჩაიფერფლა ქართულ კაცს მწვადის შეწვაში ვერავინ ვერ აჯობებს. საერთოდ ეს ცნობილია. და საქართველოში რომ მწვადს სურნელი აქვს, ეგრე არსად არა აქვს, არც ერთ ქვეყანაში. კი, ეს ხორცსაც გააჩნია, რომ აქ უმოყვანილ ხორცედაც, ანუ როგორც ყველზეა დამოკიდებული თქვა, ისე ხორცია დამოკიდებული. რომ არა ემპარტი ჩვენ ამ მოცულობით და ასეთ საქმიანობას ვერ შევძლებდით. ვერც ასეთ თქვა გეგმებს დავისახავდით წინ, ანუ ძირითადი საშუალებები რაც გჭირდებოდა შეგვიძინეს ახლობით 35,000 ევროს ფარგლებში. ეს არის ტრაქტორი მიწის დასამუშავებლად, შეგვიძინეს მინისაპირთო ავტომობილი, ყურძნის გადასაზიდად და სხვადასხვა საქმიანობისთვის და შეგვიძინეს როგორც ღვინის ჭურჭლები, უჟანგავი ფოლადის ჭურჭლები, ასევე ღვინის გადასამუშავებელი ტექნიკა, გასაფილტრი ტექნიკა და ძალიან დიდი მადლობა გვინდა უთხრათ ემპარტს ევროკავშირს და People in Need. საერთოდ სოკო ბევრ
წვენს წარმოშობს და ამდენად ეს ჩვენი მწყერიც წვენში ჩაითუშება და ამ სოკოს სურნელში და შემდეგ ახლა ამ სუნელებით გავკმაზავთ და მოკლედ არაჩვეულებრივი კერძი გველის წინ. გავხსნათ ახლა ეს ღვინო და გავსინჯოთ. ძალიან საინტერესოა. შრალია რა. კი. მას საფერავთან შედარებით აქვს უფრო მეტი მჟავიანობა. არაჩვეულებრივი ფერია, ნახეთ როგორი შავია, ეს წითელი არ არის, ეს შავია. ჩვენ მობრძანებას გავუმარჯოს. ეს არის გამორჩეული მწვანე ციცქა. ციცქასაც რამდენიმე ვარიაცია აქვს, მათ შორის არის გამორჩეული თავის ხასიათით და თვისებებით, მწვანე ინტენსიური მომბაიცის, ღვინოც არაჩვეულებრივად არომატული და შესანიშნავი ბუკეტი ზომიერი ალკოჰოლით დგება ხალისიანი ღვინო, მაგრამ აქვს ერთი სისუსტე. ერთი დღეს რომ მოადუნო ყურადღება ყვავილობამდე, ხო შეიძლება განადგურდეს ერთ დღეში. ტკიპა ემტერება განსაკუთრებით ჭრაქიც და ნაცადი, თუ კი რამე დაავადება არსებობს, ყველაფერი ამას ემეგობრება. ენპარდის განხორციელებული პროგრამების კიდევ უფრო ხელშეწყობა და ფართო მასებისთვის გაცნობა ეს არის ძალიან კარგი. ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი მაგალითიდან გამომდინარეც რომ დაინახავს ამას ადამიანი, ბევრს არ ჯეროდა მაგალითად. ბევრს ვერ ვაჯერებით, თუ ეს შეიძლება მართლა გაკეთდეს. მაგრამ გაკეთდა, ხო? და აი მას რომ დაინახავს ადამიანი, რომ აქ არ არის არანაირი ქთამი, არანაირი რაღაც ჩაწყობა, აქ არის უბრალოდ გააზრება იმის და მიღება სწორად ჩამოყალიბებული ბიზნეს გეგმა, სწორად ჩამოყალიბებული ხედვა. დიახ, და აი ზუსტად შეგვიძლია ავღნიშნოთ თუ რა არის ეს კოოპერატივი. ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ თავისი მიწების დათმობაა, მაგრამ ეს ასე არ არის. ეხლა აი თუ განუმარტოთ უფრო. ჩვენ არ დაგვითვლია არანაირ ჩვენ ისევ ჩვენ საკუთრებაში გვაქვს პირად საკუთრებაში ეს მიწები. ჩვენ მიწას ვამუშავებთ თვითონ. კოოპერატივის საკუთრებაში არის მხოლოდ ეს საწარმოო ფართი, რომელიც შეიძინეთ თვითონ კოოპერატივმა. დანარჩენი არ უნდა გაიგოს ადამიანმა ესე რომ თვითონ მიწა ჩამოერთმევა და ის მიწით უნდა შევიდეს კოოპერატივში. რა თქმა უნდა შეიძლება ესეც, მაგრამ არ არის ეს არც აუცილებელი და არც მიზანშეწონილი რომ თქვათ მიწით გაერთიანდნენ კოოპერატივში. We support cooperatives in two different ways. One is that we have been assisting the government of Georgia to establish the Cooperative Development Agency. This is an agency that pertains to the government, is part of the government, and they register cooperatives. And to be registered as a cooperative, the criteria are not very complicated. Of course, you need a minimum number of farmers, you need a status, you need to be registered, but in principle, to create a cooperative is all right for every group of farmers. What is, of course, a bit more tricky, if you want, a bit more complicated, is for a cooperative to obtain a specific support from MPART in terms of an investment, a grant, and also technical assistance, capacity building, because what we want to promote is demo cooperatives. Cooperatives that can be showcases, demonstrations on how an ideal cooperative can work. So right now there are almost 1,000 cooperatives registered in Georgia, out of which MPART is providing this capital investment, these funds, these intensive trainings, to yes, a certain fraction of this big number. We are targeting some 200 cooperatives. And we selected these cooperatives on the basis of, first, prior cooperation amongst the farmers. This is extremely important. Cooperation cannot be artificial. Cooperation cannot be based, yes, by the fact that there is some funds available so people group. So this is a first important criteria, this background in cooperating amongst the farmers. The second key criteria is the economic viability of the idea that the farmers have. Because cooperation, it's about economics, it's about creating a business. A cooperative is a business, it's like a company. The only difference is that in most companies, in most small companies, you have a single shareholder, whereas in the cooperative, the company is owned by all the members, but it's a company, and that means that you need the profit-oriented element. პროექტი დაიწყო 2014 წლის იანვრიდან, 3.5 წელიწადი არის პროექტის ხანგრძლივობა. ძირითადად ჩვენი სამოქმედო არეალი არის იმერეთის 7 მუნიციპალიტეტი. შემოსული განაცხადების
საფუძველზე ხდება ბიზნეს გეგმების განხილვა, აქ არის ქულების სისტემით შეფასება იქნება. კომისიის გადაწყვეტილების და ექსპერტების შეფასების საფუძველზე ხდება უკვე გამარჯვებულის გამოვლენა. შეგვიძლია დავასხათ ახლა ცოტა ღვინო მწვადს. დავასხათ. რა სურნელებაა, ღმერთო ჩემო, რა სურნელებაა დათვრები, მარტო ამ მწვადის სურნელით დათვრები, ღვინოზე აღარ არის ლაპარაკი. ესე იგი, მთლიანი ეს მომზადებული მწყერი, რომელიც ჩაითუშა ქამასოკოსთან ერთად, აგრეთვე ნიორი, ხახვი, პამიდორი, ეს ყველაფერი ერთად არის ჩათუშული, ცოტა ღვინო დაასხა გივიმ და ამდენად ახლა აი ამ ნიგოსში და სუნელებში შეურევს ერთად. ახლებული ჩახოხბილია თითქოს, მწყერის ჩახოხბილი, ხო? მე ვფიქრობ ახლა ამას რაღაცა ქართული თონის პური ძალიან მოუხდება და ესე უნდა ჩაბუჟბუჟო და ესე უნდა გასინჯო. ჩვენი ბრალია თორნის პურზე ცოტა გაგვიგვიანდა და ძალიან აი ახალგაზრდა, ბეიბია. აი რაღაცა ძალიან გემოა, ჯერ კიდევ არ აქვს გემო ისე გამჯდარი, ეხლა ზუსტად ეხლა წარმომიდგენია მე რა იქნება და არაჩვეულებრივი კერძია, საზაფხულო კერძია, ვიტყოდი მე დღეს ძალიან ახალი, ძალიან გემრიელი რაღაც ვისწავლე. მადლობა თქვენ ამ არაჩვეულებრივი კერძისთვის, მადლობა ემპარტს, ესეთი არაჩვეულებრივი პროექტისთვის, პროგრესისთვის, ადამიანის გულების გახარებისთვის, დოვლათისთვის და მომავლის იმედისთვის.